მოვედი. ესე იგი რა კაია, დღე როცა ვერ გადაიღე ვიდეო რა, ვერ მოგიხერხდა და გამიცრუინებ შენი კამერა. რა ბედნიერებაა გოგონებო. კიდე რა. კიდე ის რომ ნაირად მომხდმა. აბა ნახოთ. კიდე ის რომ შენი საქმე არ გადადო. არავითარ შემთხვევაში სკროლვამ გამიტაცა. მე არა ვარ ესეთი. მე არ ვებმევიხომი ამ ახეში გოგოებო საერთოდ არა. ხო და არ ვიცი დღეს და ეს აღარ განმეორდება მე მგონი მეორეთ, იმიტომ რომ თავი ამტკივდა დიდი ხანი კი არ არის, მაინც და მაინც, მაგრამ რაც არის TikTok-ის საერთოდ წაშლილი მაქვს მე და მოდის გადმოვწერე. წავშლი ხოლმე მე ისე ხან გადმოვწერ და შეცდომა მე მგონი მაქვს გადმოწერა. ძალიან იცის გატაცება. რა არის დედიკო? ყველაფერი წაგეშლება თუ თავიდან წასვიდა. რა წამეშლება ყველაფერი? TikTok-ზე? არაფერი საწამეშლება წაშლილი მქონდა და ისე ჩვეულებრივად გადმოვწერე. წამეშალოს და წამეშალოს ერთი. მათე არ მიყვარს, არა. არ მიყვარს და გამიტაცა. აუ ეს ვერ გავდა. მე თუ ჩემო რა არის? რა გახდა? გამიტაცა მარაფია სკროლვამ და ხო დამძიმდი, თავი ხო დამიმძიმდა. ხო ამტკივდა, ხო რაღაცნაირად მოვდუნდი, მოვეში თითქოს, რა ვიცი გოგოებო ერთ სიტყვით რა, ძალიან ცუდია სკროლვა. ჯობია ვიდეოს ჩართო და უყურო. ჯობია, მათეც აღარ ასკროლავს, იმიტომ რომ მათეც მიხვდა მაგას, რომ ძალიან ცუდია, ან თამაშობს, რაღაცას აშენებს ხოლმე, ან კიდე ვიდეოს უყურებს, იმიტომ რომ სკროლვა არის საშინელება. გამძიმებს, გაბრუებს და შენ საქმეს თან უკან რჩები, ღმერთო ჩემო, რის გამო, არც არაფერს იგებს საინტერესოს, ანუ არ ვიცი რა, არ ვიცი, ძალიან ცუდია, ძალიან. აი ძალიან. ძალიან იცის გატაცება, საშინელება, ერთი სიტყვით. ალექი მერე და ეს ტაფა გავლეცე ხა ნიკას უნდა შევუწვა ეს ფილე ჯერ და მე უნდა გადავიტანო პატარა ქვაფში და შევწვა კარტოფილი კიდე ჩვენთვის მათთვის მათ ხო გინდა კარტოფილი რო შეგიწვადე ხო ადექი მერე და უთხარი ჩემ თავს ესეთი რაღაცა ჟანა აღარ გააკეთო და ეხლა თქვენთანაც ერთად ვეუბნები კიდე ჩემ თავს და რა გოგოებო ჩვენ ხო ერთმანეთს უზიარებთ რა ჩვენ აზრებს და ჩვენ გამოცდილებებს ის რაც კარგია და ჩვენთვის ეს ძალიან ცუდია რა ცუდია რამდენჯერაც ესე მომივიდა იმდენჯერ დაუმძიმდი არასოდეს არ მემართება ეს YouTube-ის ვიდეოებზე იცით რატო და მე YouTube-ის მომხმარებელი ვარ საერთოდ სკროლვა არ მიყვარს იმიტომ რომ თუ მაგალითად ჯერ ხო ისეთ რაღაცას ჩავთავრო რაც ძალიან ინფორმაციულიც არის ჩემთვის საინტერესო ვუყურებ რაღაცას ვსწავლობ რაღაცას სიამოვნებს და რაღაცა ინფორმაციას ახალ ინფორმაციას ვიღებ იქიდან არც არაფერს არ იღებ ღმერთო ჩემო არ ვიცი აი რაღაცა კინგიცობე რაღაცა ის არ ვიცი არ მომწონს პატარა ვიდეოები არ მომწონს როცა შეიძლება რაღაცა საინტერესოც იყოს ხოლმე ხო ამოგიგდოს რაღაც საინტერესო მაგრამ ეხლა 2 წუთში
ვერ გადმოსცემს ადამიანი. მე რაც მაინტერესებს დაუშვათ იმ თემებზე, ვერ გადმოგცემს 2 წუთში იმ ინფორმაციას, რომ მე მაგალითად მაგან და მაგ მაყოფილოს. მე სკროლავ, არაფერს არიღებ, მარტო იღლები. ხო და ჩემ თავს ვუთხარი და შენ საქმეს რჩებით ან. არავითარ შემთხვევაში თქვენი საქმე არ გადადოთ გოგოებო, არაფრის გამო. არაფრის გამო, აი TikTok-ის გამო კი არა. არაფრის გამო. ნიკა მეუბნეოდა ინგლისს ვიღაცას უყურებდა და ნახეოდა და ამ ბიჭმა ესეთი რაღაცა თქვა ლოს-ანჯელესში იწოდა ყველაფერი და თავის საქმეს აკეთებდა, წავედიო ვივაჯიშე კიდევაც და რა ვიცი ნუ რაც საქმეები ქონდა, ყველაფერი გააკეთა. წარმოიდგინეთ, გვერდზე სახლები იწოდა. ხო და TikTok-ის გამო ხა რატომ უნდა გადავდოთ ჩვენი საქმე? აი რატო? სკროლის გამო. ძალიან ცუდია. მოწავშალე ისე. ნეგატივი რაც არის ხო ძალიან გადმოდის მე ადამიანზე და ნერვიულობ რა თქმა უნდა რაღაცეც აუ ქიმიკურტკა შევაგდე და მათს მაგალითად გუში მე გავრეცხე და ხვალაც ხო აქვს დასვენება მათის და მოასწროს გარეცხვა მეთქი რა და შევაგდე. ოდა მაგის ხმა ისმის ახლა რავი ეთყობა ისედება შესაკრავი შუშას და ხმა ისმის. და ხელები გამეყინა ღმერთო. დღეს ისეთ მაგარ ვიდეოს ველოდები დღეს გოგოებო, ისეთ მაგარ თემაზე. ვიყიდე ეს ვიდეოები. ხო და ხვალ გეტყვით აბა როგორ მომეწონება. და მოკლედ შინაარსაც გაგიზიარებთ. ჯერ ვუყურო და ვნახო რა არის. ვიცი რა თემაზეც არის, მაგრამ მაინც ნახობა. გამართლებ ჩემი მედებს. რასაც ველოდები, მაგრამ 10 ვიდეოა. ერთი ვიდეო იქნება საკმარისი, მაგრამ მაინც მივხვდები. ჩამას აღარ დავჭრი ხლა რაც არის უბრალოდ ამას გადავჭრი ესე. აი ამასაც ვყავ ხოლმე რა ძვალს. ძვალს და ზედაც არის ხოლმე. ძალიან ძვირიან სახლებს რა ჩვენებენ ხოლმე. წეგან ერთი ვიდეოც ამომიგდო. ლისთან ახლოს რაც ძალიან ძვირებია გოგოებო, ვინები უმეს არ გასარეცხეს მიჩამოვიდო. რა ძალიან ძვირებია. ყველაფერი რა თქმა უნდა გაკეთებული იდეალურად, ძალიან ლამაზი სახლი იყო. 100 კვადრატი არის, 93-14-ო ესე თქვა. ითისა ყოველი გოგო ლაპარაკობდა გვათვალიერებინებდა, ხო და ულამაზესი ბინა და იცით რა არის 293 კვადრატი, $215,000. ორი საძინებელი, დიდი მისაღები, სტუდიოს ტიპისა, აი რა ულამაზესი სახლი. ძალიან კარგ ფერებში ყველაფერი ავეჯი, ყველაფერი გაკეთებული, ძალიან
ანუ შედი და იცხოვრი მარტო რა. ნივთები უნდა შეიტანო, მაგრამ ძალიან რავი, აი ამერიკაშიც იყიდი მე მგონი აფაში ხო სახლს. ძვირია ჩემი აზრით ძალიან. აივანიც ქონდა. 9 კვადრატი აივანი იყო და ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი იყო სახლი. ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული, მაგრამ აი ესეთი ფასიქის. 215 მგონი ეგრე თქვა ხო. 200-ზე მეტი იყო და. ხო, ეხლა ამას დავილოდები. შეიწვას და მე კარტოფილი და კარტოფილი ამოვარჩიო ბარე. პატარა პარკში. არ მინდა რავი. საცარი საჭმელები ისინი შეიჭამ. მათი აბა ჩემი მეორე ტელეფონი ნახე, ბაბორე ყავს. ჩემი მიერეკავს აქედან ბაბო პასუხ. არა. კეთიშა. ხო, გათი შეუცბად რო არ უპასუხე და. აიკა. ზედა ჩემს ველაპარაკე და მოვედი გოგოებო. და კარტოფილიც გავწკნი, რამდენიმე ცალი და გავერიცხე. ამას ისე დავცოტა ხანი. ყავა მინდა. ყავა უნდა დავიო ნალიკო. აი ეს. გრისუნი აქვს იცით. სანკაი ესე იგი ეხლა ვაპარაკობდი ბინების ფასებზე და ეხაც მაგაზე მეფიქრება და ვისზე არის ეს ხაზები დათვლილი გოგოებო ვინ ყიდულობს ემიგრანტები ვითომ ემიგრანტებსაც გაუჭირდებათ მართლა ფასის გადახდა აი რა ვიცი ამდენ წლიდან უნდა გააკეთო რამდენი წელი უნდა იხადო ეგ და დაფარო ბოლომდე გადაიხადო და საქართველოში კიდე ჩვენნაირი ესეთი საშუალო მაცხოვრებელი კი არა საშუალოზე დაბალი ვინც არის და საშუალოც ვერ იყიდის მაგას ვერ შესწრდება ვერა 215-220-250 წლის და 400-ები და 500-ები წლის მადვინე აბა 60 ოთახიანები და 4 ოთახიანები 5 ოთახიანები ძალიან ძვირები იქნება კიდევ უფრო და ძალიან ისეთი ფასებია რა და რო იყიდება თან რო იყიდება ეგ არის სასწაული ვინ ყიდულობს ამ ყველაფერს ამ ბინებს ახლა ვარკეთეში არ ვიცი მე რა აქვს ბინები მაგრამ აქაც არ იქნება იაფი აი აქ ჩვენ წინ რო ვიღებ ხოლმე აქის ბინები არ ვიცი რა არის კვადრატი $1000-ზე მეტი იქნება გაკეთებული უკვე გალამაზებული $1000 ჩვეულებრივი კარკასის უკვე აქ მარკეტინგში $1000 აი ამ პატარა ტაფაში რო შევუწვა მათ ეს ჯობია იმას რო დაველოდო ფილეს ამას გადმოვხატავ გავრიცხავ და შევწათაიან იმიტომ რომ ამ პატარა საცროშია უკვე რა ხნას ეხა მაგას ელოდო რამდენი ხანი ელოდო და Ია
დაუბრაწო უცბად გემრიელად და ვაჭრ. ამას ისე აი ნახეთ უკვე ჩაშრება ხოლმე ხო ნახეთ როგორ არის ჩაშრა ხო აი ამ დროს ვამატებ ძალიან ცოტა ზეთს ბევრს არა ცოტას ესე ამას ცოტა ბევრი უკაგად შევიწვას გაიბრაწოს ამას ცოტა ზეთი მარილიცა რა ცოტა მარილი აურა კაია გოგოებო რომ მოვიმარაგებ ხოლმე იმას სოფია პროდუქტებს ეს არის ძალიან კარგი საფიქრალი აღარ გაქვს რა გააკეთო ეგეც აღარ გაქვს საფიქრალი იმიტომ რომ ხალხ რა სახში რაღაცეები და იცი რაც უნდა გააკეთო დავიცვენე რაც ესე ვყიდულობ ერთი კვირისას ვყიდულობ და ვინმე მომწერა ვინ გოგო მგონი ვინც მომწერა თავიდან ვინც მომცა ეს იდეა რომ რაღაცნაირად აი სიტყვას სწორ დროს ამხელა ნიშნულობა გან არ ვიცოდი ახლა და არასდროს არ მიფიქრია ამაზე რომ ერთიანად მეყიდა მაგრამ ამ გოგოს კომენტარი გულზე შემეფო სხვანაირად და ძალიან ლამაზად მომწერა ყველაფერი აი ამას ვყიდულობ ამას გულგუძრიდან მოყოლებული ყველაფერი დამიწერა აბსოლუტურად რას ვყიდულობდა და როგორ და სხვანაირადო დაწყნარდება და ჩავხდი. მანაირად ჩემი ხერხასი არ მეყოფაო. ესე რო არ ყიდულობდეო და. ეხლა რა დავიწყე ესე უკვე ერთი კვირის მარაგის ყიდვა და მადლობელი რო ვარ. იმ დროს მომწერა რომ მალეო ნენელაო ექვსზე გადახვალე ჟანაო შეენა. ერთი თვისას იყიდიო და ვერ გადავალ ექვსზე ძალიან პატარა მაქსივარი მაქვს შემოსაყვარელო. და ერთი თვისა ვერ შეეტევა. აი ერთი კვირისა ეტევა. ეგეც მიყვის როგორ ეტევა? საყინულეში ეტევა რა, რასაც ყიდულობ ხოლმე. 55 ლარის ავიყიდე ბიუბიუში, რაც ვიყიდე, ნახეთ ეს შუქი როგორ მოხდება. სოვი როგორ დაწევს. და ჩამარმე რომ მიყავს შუქი ძალიან და აი ძალიან მაინც აი ხა ხორა ჩამარი იქით რომ ხები განსულო ჩამარა ხოდა აი 55 ლარის რაღაცეები ცოტა ხوار არის ხარჩიც ვიყიდე, ბარკალიც ვიყიდე, ისიც ვიყიდე, რა ქვია, წერდიც ვიყიდე, მიკასთვის ახლა მაგას ვუხვა ყოველდღე და ყველაფერი შევკიო, ღვიძლი ვიყიდე 2 შეფუთვა. მაინც კარგად ეტევა და თამარი მაჩუქაის მაცივარი დამიქრა ჟანაო. პატარაო, ისეთი საყვარელიაო, ისე კარგად შეგეწევაო ყველაფერი ვა, ნახეო. მართალია. მართლა დაასაყვარელი მაცივარია რა. მეტევა კარგად ყველაფერი. ხო, ეს ჩემი საჭმელები დღეს, ეს არის გოგოები. მეტი მიარქს გავაკეთებ დღეს. თავარია ბიჭებს ქონდეთ, ჩემ ბიჭებს. ჩემ ცოცხლებს ქონდეთ საჭმელი. აი ამას დიას ვაჭმევთ ხოლმე. აი ამის, აი ზე ხოთია ჩვეულებრივად და დიას ჭამს მაგას და აი ეს ფილები მიკაცია. ჩვეულებრივად ყოველ და არ უყავს მიკაცო, აი ეს გამოვაცალოთ ხოთი და რაღაცა. არ
და უფრო გემრიელი ხო არის? ძველზეც ეჩება. ხოც. კი, უფრო გემრიელია. მამალა ჭამს. ეს მათუნასი პატარა ტაფაში საყვარელი ბიჭისა. ისე. მე სიამოვნა გოგოები, ვიცით რატო? იმიტომ რომ ის არის. უშაქრო არ მისიამოვნა. უშაქროს არ სვავს თუ? ვინ? ხო უშაქროს სვავს. ეხლა არ მისიამოვნა, აი ესეთი ვარ. რაცნაირი. ჩემი მარშმელოები შევატანო. მისიამოვნოს. შეკარდი არის. ახლა მომწონა. რაღაცა მომივიდა საინტერესო SMS-ი. წავედი ახლა. შეიწოდა ისიც. იქით გავარ. მგონი ვიდეო აიგეთ, ამნახავ. მაგრამ საძოვროდები აკითხავს და წავედი გაკოცეთ გოგოებო. ხვალამდე.